Საღამოშვიდობის სამეგობრებო, ჩამთავრდა 22 მარტი და 23 მარტი დაიწყო უკვე. წამები აგვერას დაიწყო. ვერ გადავდები ხვალამდე ამ ინფორმაციის მოწოდება, ვინაიდან ხვალ კიდევ ეს რო ჩავამატო. ძალიან გამეჭიმება, იმიტომ რომ ძალიან ბევრი დაგროვილია ამათი წოდები. და ჯობია ახლა გითხრათ კიდე რაც დასამატებელი იქნება ხვალ იმას რა. მანამდე კი გეტყვით რომ ახლა უკვე კიდე საათზე მეტია ვუზივარ Facebook-ს და 100-მდე ადამიანი კიდე გავუშვი სამეგობროდან. რამდენი ხართ, რამდენი? სულაც არ მედარდება და არ მენაღულება, ვინაიდან 100 კაციც რო დარჩეთ, ხო? 100 კაციც რო დარჩეთ, აბსოლუტურად არ მენაღულება. და არც მქონდა იმის მიდ რომ არ იქადა ძალიან ბევრი იქნებოდა, ასე ვთქვათ, სიმართლის ხარდამჭერი. ეს არასდროს არ მომხდარა მსოფლიოში, სანამ ამ ბოლო 2000 წლის განმავლობაში, როდესაც სატან აღბერთობდა დედამიწაზე. მოკლედ, ეხლა არის თქმა მინდა მეგობრებო, ეხლა რასაც გეტყვით, ხო? ეს ყველამ იცით და ყველას გაიგონიათ, ყველას გინახიათ. ერთ ძირითად პრობლემაზე მინდა გავამახვილო ყურადღება. თქვენ გახსოვს რაღაც 2 თვის უკან ძალიან მასიურად აგორდა ეს პროპაგანდა, რომ აი კაზინოები და ეს მოკლედ იცით რაზეც ვლაპარაკობ, ხო, სავაჭრო ისინი რო არის გაჩენილი და რომელთაც ბევრი იღუპება, ბევრი ახალგაზრდა, ბევრმა კიდევ ასე თქვა, ზოგმა თავი ჩამოეფჭვა ერთი ამბავი და დაიწყო ხალხმა პროტესტი იმის შესახებ, რომ უნდა დაიკეტოს ეს ასე თქვა სახლები, ხო? გახსოვთ ალბათ ისიც რომ საპატრიარქოდან არ იყო, მაგრამ საპატრიარქოს ის არის მაგათ შავ რაზმელებს ეძახიან დავითის საკაძეს თამადობით, რაღაც 16-20 მღვდლემდე არის შეკრებილი და მეგენი თითქოს ამბობენ საპატრიარქოს სახელით, რომ ამათაც კი ბატონო, ესე იგი დათანხმდნენ და ხალხთან შემოუერთდნენ იმ პროტესტ აქციას, რომ უნდა დაიკეტოს კაცო ეს. მაგრამ ხალხის უმრავლესობამ ისევე არ იცის ჭეშმარიტება, როგორც დღეს და დღემდე. ესენი არიან გამთამაშებლები, გასათამაშებელი კარტის როლს თამაშობენ და სინამდვილეში საპატრიარქოს ათეთრებენ. თითქოს ხალხის მხარეს არიან, მაგრამ მათ საქმეს აკეთებენ. კი მაგრამ რატო არ აკრძალა? ან რატო არ თქვა ოფიციალურად, რატო არ გამოაცხადა საპატრიარქომ აი ამ სახლების დაკეტვა? ეხლა კიდე გეტყვით იმას, რომელიც ოფიციალურად არის შემოკარგება ყველაფერი ცნობილი. ეს შეგიძლიათ ნებისმიერმა დაგუგლოთ და ჩვეულებრივ ადამიანმა კიდე ნახოთ. მოკლედ, შევარდნაძის დროს, ბოლო პერიოდი იყო ეს, შევარდნაძის მმართველობის, როდესაც საპატრიარქოს მთავრობამ აჩუქა მიწა. ეს მიწა იყო საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორია. ეხლა მე ზუსტად ვერ ვიხსენებ, მაგრამ გვარიანი ტერიტორია. ოფიციალურად აჩუქა, ოფიციალურად. ცოტა ხანში საპატრიარქომ ოფიციალურადვე გაყიდა ეს მიწა. და ვის მეყიდა, როგორ გონიათ? თბილისში ყველაზე უდიდესი კაზინო შანგრილას. გაიგეთ? საპატრიარქომ სავაჭრო ბუდეს მიჰკიდა მიწა. რატო გაყიდა?
მთავრობამ რომ აჩუქა. მე რო გაყიდა ვის მიყიდა? ეშმაკებს, ხო? აი ამიტომაც ჩვენ ყოველთვის გვაბითურებდნენ და საფრანგეთო მაწინავე გარს არ წასულა. და ვერ წავიდა. ასეა დღესაც. ასევე კიდე გაგახსენებთ კიდევ ერთ თამაშს, რომელიც ხალხი გააბითურეს. გახსოვთ თქვენ ანაკლიაში ჯემფესტიდან ერთი ამბავი იყო. მაგაზე კიდე ერთი ამბავი რო ატყდა ხო გახსოვთ რა პროტესტი აქცია, მოკლედ ვიღაც მამაები კიდე გამოვიდნენ და ერთი ამბავი და რამ. გვახსოვს ხო ყველაფერი. რატო არ აგზავნა ეს საპატრიარქო? იმიტომ შემოგარგებო რომ მოხდა რუსულად არის დაგაბარნია ქართულად გამახსოვს დამავიწყდა. მოლაპარაკებ რომ კი ბატონო ჩვენ დაგთავთ ნებას ჭუმჭუმელად ოღონდ ჩვენი წყალი შეგვატანია. ეს წყალი რომელი იყო, რა თქმა უნდა, სნო. ეს სნო არის ის წყალი, რომელსაც საპატრიარქო ამზადებს. მათი ბიზნესია. იმ სნოში დაიბადა ილია. დიდი ბიზნესია. ეხლა მე არ დავიწყებ მამათი ბიზნესების და მოკლედ იმის ჩამოთვლას. ესეც ძალიან შორს წაკითხა და არც ხვალ მექნება მაგას საუბარი, იმიტომ რომ ასეთებზე და კიდევ ბევრ რაღაცებზე მე ამოყურები უბრალოდ უძირითადესი მომენტები, ფრაგმენტები, დოკუმენტალური კადრები და ყველაფერი. იმიტომ იმას განახებთ ხვალ. მოკლედ იმის თქმა მინდოდა რომ ეს ყველაფერი თამაშია. წყლის ბიზნესი კი არა, ბევრი ბიზნესია, მაგათ სიგარეტი, სასმელი და ნუ რა ვიცი, რამდენი საწარმო და რამდენი ნუ მოკლედ რა. კარგით, იმის თქმა მინდოდა შემოგარგებო რომ აი ეს ბიზნესი, რომელსაც ვერ შეწინააღმდეგებოდნენ ისინი, იმიტომ რომ შანგრილას მიყიდეს თქო თავის ყურიძირში იქვია. საპატრიარქოს შენობა სადაც არის ძირითადი საპატრიარქოს და სიონს შორის. მე წარმოგიდგენთ საპატრიარქოს და სიონს შორის. არის ეს მიწა. იქვია. ყველა თბილისში მაინც. ხო ასე? კი ბატონო. ხო, არც ერთხელ არ გაუპროტესტებიათ. და როგორ გააპროტესტებდათ? აი ესენ მზაკვარებთან გვაქვს საქმე. ეხლა 2021-ში მე განვაცხადე პოსტი დავდე ასე ვთქვათ, სადაც ვამბობდი რომ ილია მანამ იქნება, სანამ მის საჭიროა თქვა. მე განვაცხადე რომ 2026-ში გაიყვანებენ მეთქი აქედან. კი. გაზაფხულამდე თქვა, არ გახსოვთ ეს? არ გახსოვთ ეს ვიდეო, ხო? აპრილის თქვენდე თქო. არ გახსოვთ. სამწუხაროდ ბევრი რამე არ გახსოვთ. და სწორედ ამიტომ რომ არის, რომ აი უკვე გუშინ 250 თუ რამდენი ის გაუშვი, ეხლა 100-მდე 350 ადამიანი გავაფრინე აქედან. კარგად მეყოლეთ. ვარდივით ეს იმიტომ რომ რატო იცი რატო გავუშვით? იმიტომ რომ იმდენი ფაქტი დავდე, იმდენი დოკუმენტალისტური, რა ვიცი, რა ისა და ამათ თავში მაინც რა შევიდა. სხვა რო იყოს ხახა აი ნუ პირველად თუ ესმის და რაღაცა ნუ გაილანძღება ის ვიღაცა და ესე ნუ კარგი ბატონო. მაგრამ სამეგრელოში რო ხარ ამდენი ხანი და ამდენს რო გიჩიჩინებს ადამიანი და რო გეუბნება ფაქტებს დებ, ხო? და მაინც რა შევა შენ თავში, გაგიშვება რა იქნება. ხო, და ეხლა ხვალ გეტყვით კიდე იმას, დავამატებ ეხლა გამახსენდათ, თუ რატომ ეხლა მაინც და მაინც. ხო, ნუ სიონისტია თქო გუშინ კიდე ხო გითხარით, სიონისტია და სიონში უნდა დაიგრძელოს. და რატო კაცო? სამებაში რატო არა? ეს ხომ ამანდა შევარნაძემ ერთად დააშენეს, ყვასე? სამება. აი ეს დიდი სამება ახლა სადაც განისვერებდა, ხო? ხო?
დაისვენე, მოისვენე. ხო, მახათას მთაზე რატო არა? მახათას მთაზე ახალი რო აშენეს, ხო გახსოვთ, ის ხო მეორე მოსვისთვის გააშენეს. ხო გახსოვთ, რამდენი სიძვინე ჩამოიტანეს და ერთი ამბავი და სიონში, იმიტომ რომ სიონისტები სიონში უნდა იყოს. არა, ეხლა მე არ ვამბობ იგი გამბროსხა და იას არის, მაგრამ ეს ასე იყო გამიზნული. და ამ დროს უნდა გარდაცილიყო კი არა, უნდა გამოეცხადებინათ 93 წლის რო შეიკრებოდა მაშინ. თუ რატო 93 არ გახსოვთ? არ გახსოვთ მეგობრებო, ხო? ხვალ მოგახსენებთ ყველაფერს. დიახ, მოგახსენებთ ხვალ. ასე რომ დაელოდეთ 5-დან 6 საათამდე. კი ბატონო, სიონში არიან პატრიარქები, მაგრამ როგორც გითხარი ისე ეს კონკრეტულად იქ უნდა დასვენებულიყო გეუბნებული საიმბაშის ხო შეიძლებოდა მახათაში, რომელიც ახალი მეორე მოსვისთვის იყო გამიზნული. კარგით, დაველოდოთ, ხვალ დავიღალი, აცი ეხლა რო გავთიშავ ამ ლაივის კიდე რამდენიმე იქნება წასაშელი ვინიცის. კარგით, ხვალამდე 5-6 საათიდან შორის იქნება ლაივი, ძალიან გრძელი ლაივი. აბა კარგად.